მოდი ვნახოთ, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ბოლო პერიოდის განმავლობაში. ბოლო პერიოდში შესაძლოა წამოხვიდე რაღაც ისეთი სიტუაციიდან, რომელიც იყო შენთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აქ ჩანს, რომ შენ აირჩიე შენი თავი, აირჩიე შენი მომავალი და შენი წარმატებული ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა იყო ემოციურად ძალიან მძიმე, ძალიან რთული, ძალიან დამთრგუნველი, შენ მაინც შეძელი, რომ აგერჩია საკუთარი თავი. რას ვერ აცნობიერებ, ახლა რაზეც გჭირდება შენ ინფორმაცია. ვერ აცნობიერებ, რომ თავად ამყოფებ საკუთარ თავს შეზღუდულ მდგომარეობაში. ვერ აცნობიერებ, რომ შენში მომწიფდა ძალიან ბევრი ემოცია. მომწიფდა რაღაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომელსაც შეუძლია, რომ შენ სრულიად ახალ გზაზე გაგიყვანოს და ძალიან დიდი წარმატება მოგიტანოს ცხოვრებაში. თუმცა შენ ამ ყველაფერს არ იყენებ და არ აძლევ ახალ ენერგიებს შემოსვლის საშუალებას. თითქოს დატოვე ძველი, მაგრამ ახალში ჯერ კიდევ არ გადადიხარ, რატომ არ გადადიხარ, ეს არ მესმის, იმიტომ რომ თითქოს გარშემო არანაირი დაბრკოლება არ გაქვს. მოდი ვნახოთ, რა არის ხელისშემშლელი ფაქტორი. ხელისშემშლელი ფაქტორი არის ის, რომ გადაეჩვიე, ასე ვთქვათ, მოძრაობას, წინ წასვლას, განვითარებას. თითქოს იმდენი ხნის განმავლობაში შენ ტკეპნიდი ერთ ადგილს და არ მიდიოდი წინ, რომ აქ ჩანს, რომ შენთვის თითქოს უკვე რთულია აუწყო ფეხი იმ რეალობას და იმ გარემოებებს, რომელიც ახლა არის შენს გარშემო. და ბოლომდე არ გაქვს გაცნობიერებული ის ახალი შესაძლებლობები და ახალი რეალობა, რომელშიც შენ ახლა იმყოფები. საბა, შეგიძლია პირადში მომწერო სესიებთან დაკავშირებით, ეს საჯაროდ ახლა არ ვაკეთებ გაშლას, ვაკეთებ ზოგად გაშლას მხოლოდ. ერთ კითხვაზე არ ვშლი, ვაკეთებ მხოლოდ სრულ კონსულტაციას და გაითვალისწინე ასევე. როგორ მოხვედი აქამდე, რა რესურსებით და რა შესაძლებლობებით? ძალიან დიდი ომი გამოიარე, რეალურად ძალიან დიდი ბრძოლა გამოიარე და გამარჯვებული გამოხვედი შენ მაინც. მიუხედავად იმისა, რომ აქ იყო ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან დიდი დანაკლისი, ძალიან ბევრი რაღაც გაიღე მსხვერპლად იმისთვის, რომ შენ მოსულიყავი იმ წერტილამდე და იმ გამარჯვებამდე, რომელშიც ახლა ხარ. შენ გაქვს ძალიან სტაბილური ცხოვრება ამ ეტაპზე და ხარ ძალიან შვიდ და წყნარ ენერგიებში. თითქოს ყველაფერი გაქვს საკუთარი თავისთვის, ყველაფერი გაქვს გარშემო, რაც გჭირდება, მაგრამ თითქოს წინ ნაბიჯის გადადგმისგან მაინც თავს იკავებ. მოდი ვნახოთ, როგორ ხედავენ გარშემოყოფები. გარშემოყოფებისთვის შესაძლოა იყოს ძალიან მკაცრი პიროვნება, რომელიც ყოველთვის ამბობს სიმართლეს. არ აქვს მნიშვნელობა, არიან თუ არა გარშემოყოფები მზად, რომ ეს სიმართლე მოისმინონ, შენ მაინც ამბობ იმას, რაც თვლი, რომ სამართლიანია იმ მომენტში. შესაძლოა ძალიან კარგად გაქვს დამუღამებული, ასე ვთქვათ, ზუსტი წერტილები ადამიანის და იცი რა უთხრა, იცი როგორ უთხრა და სად ჩააჭირო და ზედმეტ ვერავინ ვერ გიბედავს შენს გარშემო, იმიტომ რომ გრძნობენ შენს ენერგიას და გრძნობენ იმას, რომ მათზე ბევრად ძლიერი ხარ. ვნახოთ, რა არის შემდეგი ნაბიჯი და შემდეგი გამოწვევა შენს ცხოვრებაში. ბრძოლა გრძელდება და გრძელდება ბრძოლა დიდი მიზნებისთვის, დიდი მომავლისთვის.
შენ გაქვს რაღაც დიდი მიზანი უკვე დასახული, ნამდვილად არ ზიხარ, ასე ვთქვათ, ხელები დაკრებილი და ისიც იცი ამ მიზნებს როგორ უნდა მიაღწიო. არ გეშინიე ბრძოლის, იმიტომ რომ ბევრად უარესები გაქვს პრინციპში ცხოვრებაში გამოვლილი და ეს ბრძოლა დიდად თან არაფერი არ არის შენთვის და ზუსტად ხედავ შენს მიზანს და ისიც იცი როგორ უნდა მიაღწიო, თითქოს აქ ჩემი რჩევაც კი არ არის საჭირო იმისთვის რომ შენ შეძლო შენი მიზნების მიღწევა. კეთი კითხვებზე არ პასუხობ ამ ლაივში. შეგიძლია პირადი სესიისთვის მომწერო შეტყობინებებში და ვაკეთებ მხოლოდ სრულ სესიას. ერთ კითხვაზე არ პასუხობ. აი მოდი ცოტა გავწმინდავ ტაროს და გავაგრძელებ იმ თემაზე საუბარს, სადაც საუბრობდი. თუ შენთვის საინტერესოა და რეზონირებს შენზე ეს ინფორმაცია, დარჩი თუ არა, გააგრძელე გზა. რა მნიშვნელოვანი მოვლენა შემოვა შენს ცხოვრებაში მომდევნო 2 თვის განმავლობაში ახალ წლამდე. აქ ხედავ რომ ძალიან ბევრს მუშაობ, ძალიან ბევრს შრომობ, ძალიან ვითარდები, შენი ენერგია იზრდება და ამას მოყვება რაღაც ძალიან დიდი ცვლილებები. თითქოს შენ კიდევ ერთი ტრანსფორმაცია უნდა გაიარო ამ წლის ბოლომდე და ის რაღაც ძველი იდენტობა უნდა დაანგრიო, რომელიც აქამდე გქონდა და გაუდგეს და შეუდგეს სრულიად ახალ გზას. აქ ხედავ ძალიან დიდ გამოწვევებს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ურთიერთობაში და ურთიერთობასთან დაკავშირებით. ერთი არჩევანი შენ მიგიყვანს ძალიან დიდ ტოქსიკურობამდე და ფაქტობრივად უკან გადადგმული ნაბიჯია და ეს უნდა დაანგრიო აუცილებლად და დაასრულო, მაგრამ მეორე ნაბიჯი და მეორე არჩევანი არის წრფელი და ნამდვილი სიყვარული და მიგირჩევდი ამ გადაწყვეტილების მიღებას. მოდი კიდევ დავამატებ აქ არკანებს. ცირა შეგიძლია პირადში მომწერო სესიებთან დაკავშირებით, აქ არ პასუხობ კითხვებს. პირადში მომწერე, თუ გსურს სესია, ერთ კითხვაზე არ პასუხობ, ვატარებ მხოლოდ სრულ სესიას. ასევე ჯონი, შენს იგივეს გეტყოდი. ხო, აქ ხედავ რომ აქ არის ერთი ურთიერთობა, ერთი სიტუაცია, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს, რადგან ამ ურთიერთობამ შენ ძალიან დიდი ტკივილი მოგიტანა, ძალიან ბევრჯერ გამოსცადი ამ ურთიერთობაში ღალატი, მოტყუება, манипуляция, კონტროლი, შიში, თითქოს აი ამ ყველაფერზე იყო ეს ურთიერთობა აგებული. შენ ამ ურთიერთობაში თითქოს მუდმივად იცლებოდი ენერგიისგან, იყავ მუდმივად დაღლილი, იყავ მუდმივად დეპრესიული და თითქოს ეს ყველაფერი უკვე ამოწურე, ეს გზა უკვე გაიარე და გჭირდება რომ ახალ ეტაპზე გადახვიდე და ეს ახალი ეტაპი არის სრულიად ახალი ურთიერთობა და ახალი ადამიანი შენს ცხოვრებაში.
და ამ ადამიანთან ურთიერთობა შენ მოგიტანს უფრო მეტ თავისუფლებას, უფრო მეტად იქნები შენ დამოუკიდებელი ადამიანი მის გვერდით, ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი შინაგანი სამყარო, თავისი ცხოვრება, მაგრამ თან ყავს საყვარელი ადამიანი გვერდით, რომელიც მისთვის ძალიან ძვირფასია. ეს ურთიერთობა შენ გეხმარება, რომ შენი პიროვნება უფრო მეტად ააშენო, უფრო მეტად გაზარდო და უფრო მეტად გამოყვებო, შენ აქ იკვებები როგორც ემოციურად, ისე სულიერად. და ის ჭრილობები, რომელიც წინა ურთიერთობაში მიიღე, ეს ურთიერთობა მთლიანად ამოგივსებს ამ ჭრილობებს და შენ მოგცემს რაღაც ახალ შანსს, რომ კიდევ ერთხელ გამოსცადო სიყვარული, კიდევ ერთხელ გამოსცადო ნდობა. და თითქოს ოლმა ურთიერთობამ, რომელშიც შენ იყავი, რაღაცნაირად დაგაკარგვინა ადამიანების ნდობა. ცირა პირადში მომწერა და ყველანაირ დეტალს გამოგიგზავნი აუცილებლად, როდესაც ლაივს დავასრულებ. ამას ავშლი ისევ და გავაწმინდავ ტაროს, რომ ენერგიები არ აირიოს ძალიან. გამარჯობა ლუკა, არ ვაკეთებ გაშლას ერთ კითხვაზე. ვატარებ მხოლოდ სრულ სესიას და შეგიძლია პირადში მომწერო სრულ სესიასთან დაკავშირებით. ლაივში ახლა ვაკეთებ ზოგად გაშლას, თუ შენთვის საინტერესოა, დარჩი. თუ არა, ასკროლე. არაფერი არ გაქვს საბოდიში პირით. იკითხე შენ და მე გიპასუხე. ყველაფერი იგზია. კაი, გავაგრძელოთ. რა გელოდება კიდევ რაღაც ახალი ამბავი, რაღაც ახალი სიტუაცია წლის ბოლომდე. რაც აუცილებლად მოხდება შენს ცხოვრებაში. აი თითქოს რაღაც ერთი და იგივე სიტუაციებს მიმეორებს აქ. მაგაზე მაგარი რა უნდა მოხდესო? თითქოს ტარო მეუბნება, რაც უკვე ვილაპარაკე. მეტი რაღა გინდა. მეტი რაღა გინდა, ფინანსურად ძალიან მაგრად იქნები და ლაგდებიო, რაღაც ახალ გზაზეც გადიხარო. ტოქსიკური ურთიერთობა დაასრულე და ახალი შემოდისო. ასევე შემოდის ძალიან საინტერესო და ახალი ნაცნობობა, მეგობრების წრე, ახალი ადამიანები და ასე შემდეგ. მოკლედ თითქოს რაღაცნაირად საჩუქრების პერიოდი იწყება შენს ცხოვრებაში ამ წლის ბოლოდან უკვე. მოდი ვნახოთ რა არის ის კარმა, რომელიც დასამუშავებელი გაქვს, რაზე უნდა გამახვილა ყურადღება. აქ მეყურებენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ არჩევენ ჯანსაღ და ტოქსიკურ ურთიერთობას ერთმანეთისგან და აუცილებლად უნდა დაიწყოთ მეგობრებო ამ ყველაფრის დანახვა. ნუ მოიტყუებთ თავს, ნუ აიხველთ თვალებს. манипуляция, კონტროლი, შიში, მიჯაჭულობა, დამოკიდებულება, უშენოდ მოგხვდები, უშენოდ ვერ ვიცოცხლე ფანჯრიდან გადავხტები, ეს ყველაფერი არ არის სიყვარული, ეს ყველაფერი არ არის ჯანსაღი. ჯანსაღი არის ნდობა, პატივისცემა, სიყვარული, ხარდაჭერა, რა ვიცი.
და ამ ყველაფრის გარჩევა უნდა მოხდეს აუცილებლად ერთმანეთისგან. იმისთვის, რომ შენ შეეძლო წინ წასვლა და შენ შეეძლო ბედნიერების პოვნა ამ სამყაროში და ცხოვრებაში. რა უნდა იცოდე კიდევ? უნდა იცოდე, რომ შენ ძალიან ბევრი რაღაც ფაქტორები გიშლის ხელს წარმატებაში. შესაძლოა იყო ძალიან დიდ ომში, ძალიან დიდ ბრძოლაში. აი შენ რაღაც მიზნები გაქვს აქ, ვიღაც მიყურებს, ვისაც მართლა ძალიან დიდი მიზნები აქვს ცხოვრებაში და გარშემოყოფები ეუბნებიან, რომ ხეხლა ეგ რა თქინდა და ეხლა რაღაც ახალი მოიგონე და რაღაცა და უბრალოდ სამსახური იშოვე და ნუ მოусმენ ასეთ ადამიანებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ რაღაც არ გამოგივა, იმიტომ რომ მე ვხედავ შენ ხარ ძალიან ემოციურად მოწყვლადი ადამიანი, მარტივად ექცევი ადამიანების და გავლენის ქვეშ და აუცილებელია შენი შინაგანი ძალა იპოვო და აკეთო ის, რასაც შენთვის მოაქვს შინაგანი სიმშვიდე, ბედნიერება და სილაღე. და ეს ყველაფერი დაასრულებს ძალიან დიდ ტოქსიკურ წრეს, რომელშიც შეიძლება ახლა იყო. მოდი ვნახოთ კიდევ ვისთვის არის ინფორმაცია აქ, ვინც მიყურებს. კითხვებს არ პასუხობ, მაგრამ თქვენზეა ეს გაშლა, თქვენთვის არის ეს გაშლა და ტარო რასაც ჩათვლი საჭიროთ, იმას გეტყვით, ასე რომ დარჩით, თუ თქვენთვის საინტერესოა, დააგულეთ ლაივი, გადააზიარეთ იმისთვის, რომ თქვენზეც მოვიდეს ინფორმაცია. თუ არ არის საინტერესო, მაშინ ასკროლეთ. მესმის, რომ ძალიან ბევრ თქვენთაგან სრულიად სხვა რაღაცების მოსმენა უნდა ხოლმე, მაგრამ მოდი ცოტა ხანი ენდეთ ტაროს და მან უკეთ იცის რა ინფორმაცია გჭირდებათ ახლა ზრდისთვის, განვითარებისთვის და ბედნიერებისთვის. ნახოთ, რა სჭირდება ჩემს მაყურებელს ახლა. მოქმედება გჭირდებათ, რაღაც აქტიური ნაბიჯების გადადგმა, მიზნები გჭირდებათ, დიდი მიზნების დასახვა. აქ ხედავ, რომ შეიძლება ზოგიერთი თქვენთაგანი არის პარტნიორზე დამოკიდებული და თითქოს ეს არის მისი მთელი მიზანი, მთელი ცხოვრება, მთელი არსი და აქ ტარო გეუბნება დასასაცილო რა არის ნომერო 19. არც. ხო და აქ შენ გჭირდება შენი ინდივიდუალური გზის პოვნა, შენი ინდივიდუალური მიზნების პოვნა და ამ კუთხით განვითარება საკუთარი თავის. რადგან შეიძლება ურთიერთობა მიიღო, ყველაფერი მიიღო, რაც შენ გინდა, მაგრამ საბოლოოდ არ იყო ბედნიერი და გვიან გააცნობიერო ეს და ტარო გეხმარება და გეუბნება, რომ იქამდეა შესაძლებელია ყველაფრის მიხვედრა, სანამ 4-5 წელს დაკარგა ურთიერთობაში, რომ თურმე შენ თავს ეძებ, თურმე შენი თავი გჭირდება. ოკეი, გავაგრძელოთ კიდევ ვის ჭირდება ინფორმაცია აქედან ვინც მიყურებს. სჭირდება ვიღაცას, ვინც ზღვარზეა რაღაც ურთიერთობის დასრულების, რაღაც სიტუაციის დასრულების, ვერ იღებს გადაწყვეტილებას, რადგან აქვს შიში იმის, რომ ეს ყველაფერი სამუდამოდ შეცვლის მის ცხოვრებას, რომ აღარ მიეცემა ისეთი შანსი, როგორიც მას ჰქონდა ამ ადამიანთან. და ისეთ განსაკუთრებულ ადამიანს ვეღარასდროს ვეღარ იპოვის რა, თუ ეს განსაკუთრებულია, რატომ მიდიხარ? შენი თავისთვის ესეა საჭირო. არა მაგარია. ანუ ვუყურებ ადამიანს, რომელიც ტიპი გადის ურთიერთობიდან, იმიტომ რომ არ მინდა რომ
ანუ გრძნობს რომ პარტნიორი რაღაცით მასზე დიდია, რაღაცით აღემატება და გრძნობს თავს დაჩაგრულა და ურთიერთობაში, რომ რაღაც ყველაფერი შენია ურთიერთობაში, ყველაფერი შენს გამოა, ყველაფერი შენთვის არის და მე სადღა ვარ, მე ვიკარგები, ვიჩაგრები, საკუთარ თავს კარგავ და არ მინდა ეს მირჩევნია წავიდე და ჩემ თავს მივხედო და ვინ ხართ ესეთი გათვითცნობიერებული ხალხი? ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი, ვისაც ახლა მე ვაკეთებ გაშლას, არის სამაგალითო პიროვნება. რომ ამხელა ძალა იპოვა საკუთარ თავში. გოგოლას. ანუ რატო გიწერია ეს? რატო? ოკეი. კაი, ანუ არ ვაკეთებ გაშლას ინდივიდუალურ კითხვებზე, ინდივიდუალურ სესიებზე მომწერე პირადში, ერთ კითხვაზე გაშლას არ ვაკეთებ, ვაკეთებ მხოლოდ სრულ სესიას. პირველს გამოგიგზავნი, თუ ხარ დაინტერესებული, უბრალოდ შეტყობინება მოიწერე ჩემს პირადში. კაი, კიდე ვინ ხართ? როგორი პიროვნებები მიყურებთ აქ? ვაიმე. ვაი. ქალები ვინც ხართ აქ? რავი, ძალიან მაგრები ხართ. გაღიარებთ. იმიტომ რომ იცით თქვენი თავისუფლება, იცით თქვენი ადგილი ურთიერთობაში და იმაზე ნაკლებს არ დათანხმდებით, ვიდრე იმსახურებთ და არ ვიცი, ეს ყველაფერი რომ გაიაზრო და მიაღწიო, ძალიან დიდი საშუალო შრომა საჭირო ამისთვის, საკუთარ თავზე მუშაობა პირველ რიგში და გილოცავთ ყველას, ვინც ეს შეძელით. აი, მოდი 19 ნომერზე. რას ფიქრობ, ტარო, რა უნდა, რატო შემაწუხა? ატო შეგაწუხაო და ყურადღებას ხანერია და ვერ მიიქციაო და გადაწყვიტაო, რომ ესე გამოაჩინოს თავისი განსაკუთრებულობა, ისეთი არის ჯანსაღი გზითო. გვესმის, ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ, ძალიან ღრმა ადამიანი ხარ. მაგრამ ხო, სხვანაირად შეგიძლია გამოავლინო შენი თავი და შენი პიროვნება. არა ამ გზით. თუმცა ყველას გასაგონოდ იცახი ჩაჩი. ნომერი 19 არის განსაკუთრებულად ღრმა პიროვნება და საინტერესო. რა უნდა იცოდე? ჩემო მაყურებლებმა. კარგი ხო, ახლა მამაკაცებზეც ვისაუბრებ, არ ვიცი ვინ ხართ, რამდენი ხართ დაიცავ ნახო აქ. მარტო შენ ხარ მგონი აქ მამაკაცი? მეტი არა, ვინ არ არის? არა, ჩაწყობით უბრალოდ ვინც შემაწუხებს, ალბათ მაგისთვის არის. საინტერესო ხარ, კი, ჭკვიანიც ხარ, გონებაც გიჭრის, სიტყვა მოსწრებულიც ხარ. მოკლედ ხო, ყველაფერი კარგადაა, რა ვიცი. მაგრამ რა დაგრჩენია აქ, რა გინდა? ანუ ახალ ლეველზე გჭირდება გადასვლა და ვერ გადადიხარ? მეფის პოზიციიდან იმპერატორის როლში გინდა ყოფნა. ანუ შენ კი იცი რომ მაგარი ხარ, მაგრამ გაშემოყოფებ მარისიან რა და მადამდე გინდა მისვლა, რომ ყველამ დაინახოს როგორი განსაკუთრებული ხარ და რატო არ ხედავენ, რატო. იმიტომ რომ არ შეგიძლია გაშვება რაღაცების, იმიტომ რომ ხო, ძველი იდენტობა უნდა გაუშვა შენი რა მოკლედ. იმისთვის რომ ახალი შემოვიდეს. კარგი, ჩაწყობა მურჩა. ეხა ისევ ზოგად კითხვებს დავუბრუნდეთ. არ ვიცი, მისმინეთ, ვიზეც იქნება გაშლა. იმაზე იქნება.
ვისაც სჭირდება და ვისთანაც საჭიროა ის ინფორმაცია წამოვა. აქ არის ვიღაც, ვინც ოცნებობს ოჯახზე, ვინც ოცნებობს თბილ და კომფორტულ გარემოზე. მაგრამ აქვს ძალიან ბევრი შინაგანი ბლოკები. ურთიერთობებს ვერ აწყობს. ისეთი ადამიანი მიყურებს, რა ის სულ წუწუნებს, რომ არავის არ მოუწონო, არავინ არ მწერს, არავინ არ მოაინტერესებ, რატო შეიძლება ვიზუალურად ძალიან ლამაზი იყო, ძალიან კარგი იყო, კეთილი იყო, ყველაფერი იგზე გაქვს, მაგრამ ეს არის შინაგანი ბლოკი. გაიცადე? ხო, რაღაც აღზრდის მომენტია რა, ზედმეტად ისე აქ ხსარდეს, რომ ესეთი უნდა ვიყო, რა ქვია, ძალიან სათნო და როგორ ქვია, ქალები რო არიან, ზედმეტად რო იფასებს თავს, იმდენად რომ კაცს შეიძლება გაუჩნდეს ამ დროს შეგრძნება, რომ იცი რა უმიზარება ძალიან ხა ამასთან ურთიერთობის დაწყება. აი ყველაფერი პირველმა რომ უნდა გააკეთოს კაცმა, პირველმა მიწევს, პირველმა დაურეკოს, პირველმა და ანუ შენ რო რაღაც მარტო უარი რომ შენ რო ბლოკო აქეთ იქით სოციალურ ქსელებში და მე იმან რო იჩალიჩოს რომ როგორ მოხსნას ეს ბლოკი და რაღაცა და ანუ ეს იწვევს შეგრძნებას რომ ძალიან ურთულებ ხალხს გზას მოკლედ რა. Okay. აი ჩემ ჭხილებს რაღაც ერჩით. ნომერი 19. აუ რა კაია ნომერი 19 რო გიწე. რაღაც ის გამახსენდა რა ქვია. კალმარის თამაშები როა. ნომერი 19. გაქვთ ნაყურები აქ ვინმეს? გავაგრძელოთ, კიდევისთვის არის ინფორმაცია. აუ ბოდიში. ბოდიშით მეგობრებო, რაღაც საქმე გამომიშთა და ლაივი უნდა გავთიშო. ძალიან მიყვარხართ ყველანი კოცნით, გეფერებით და პირადი სესიისთვის გელოდებით პირად შეტყობინებებში. აბა ჰე. ნომერი 19 არ მოიწყინო.